თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარე გამოწვევების მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვან გამძლეობას და შედეგებსაც აჩვენებს ამერიკულ დოლართან სრულად დაბრუნებულია თან გამყარებით პოზიციები, მცირედი ემოციური გაუფასურების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, თუმცა მცირედით გაუფასურდა ევროსთან. ლარი ასევე 2 თეთრი და 42 მიასით გამყარდა გირვანკა სტერლინგთან, ხედავთ 3 და 57-ზეა ლარი გირვანკა სტერლინგის წყვილი. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გაუფასურებულია რუბლთან, თუმცა გამყარდა დრამთან და აზერბაიჯანულ მანატთან. არსებული მდგომარეობით გასული თვის ეკონომიკური პარამეტრები ცნობილია. საგარეო ვაჭრობის სამსახური ანგარიში, რომლის მიხედვითაც თებერვალში ექსპორტი 546 მილიონამდე გაიზარდა, ეს 27%-იანი ზრდაა, იმპორტი 8%-ით მილიარდ 300 მილიონამდე და ფულადი გზავნილები კი თებერვალში ასევე მყარი იყო, თითქმის 300 მილიონი, 5 მილიონი დოლარი დააკლდა, 295 მილიონია. რემიტენსებში ასევე ცნობილია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა, გადახედეთ 6 მილიარდ 600 მილიონზე ვართ, 656 მილიონით არის ზრდა და ჩვენ ველით განახლებულ სტატისტიკას ამ თემაზე, რადგან გონია და კი არა დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს შესყიდვას. ფაქტია, რომ ცალსახად პოზიტივშია და ასევე ისტორიულად პოზიტიური მაჩვენებელი გვაქვს მიმდინარე ანგარიშის ბალანსთან დაკავშირებით. გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.6%-მდე შემცირდა, შედარებისთვის 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4.9% იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრი ეკონომიკის ჯანსაღისდისთვის. მზარდი იყო გასულ კვირეულში ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც გახსოვთ 3 კომპანიით ვართ წარმოდგენილი, გადავხედოთ მათაც Lion Finance Group-ი, BGO-ს აქციების ფასი 4%-ით არის გაზრდილი, ერთი აქციის ღირებულება 97 გირვანკა სტერლინგია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4 მილიარდ 760 მილიონ გირვანკა სტერლინგზეა, ბოლო 6 თვეში კომპანიების აქციების ფასი 28%, კომპანიის აქციების ფასი 28%-ით გაიზარდა, TBC PLC-ის აქციები ასევე მატებაშია 5.9%-ით გაიზარდა, 43.15%-ზეა აქციის ფასი, საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 370 მილიონი გირვანკა სტერლინგია და ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 4%-ით შემცირებაში რჩება და CGO ჯორჯია კაპიტალის ტიკერით 8.95 მიასეთით გაიზარდა, 38.75 მიასეთზეა ერთი გირვანკა სტერლინგი და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად მილიარდ 800 მილიონ გირვანკა სტერლინგზეა, ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 63.5%-ით გაიზარდა. გამოწვევები, რაც გველის საქართველოს ეკონომიკას უახლოეს თვეებში უკავშირდება საგარეო შოკებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მდგომარეობას, ჩაკეტილ სავაჭრო მარშრუტებს და მისგან მომდინარე ფასების ზრდას ენერგოპროდუქტებზე, საწვავზე, დენზე, გაზზე. რა გითხრათ? თუმცა გამოწვევებს შორის მიმდინარე თვიდან მოყოლებული ფასების თემა გააქტიურდება საქართველოში, ოღონდ გააქტიურდება უფრო შიდა ფაქტორების გამო, ინფლაციაზე გარდუალ და ეს მნიშვნელოვან ჯაჭვურ რეაქციას მოახდენს გასულ კვირაში მიღებული მოსალოდნელი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქართველოში ენერგოტარიფი თბილისსა და რეგიონებში საშუალოდ 5 თეთრით გაიზარდა. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არავინ დარჩა, რადგან ერთის მხრივ ბაზარს ჰქონდა მოლოდინები, რომ ტარიფი 8-12 თეთრით გაიზრდებოდა, ხოლო რიგით მომხმარებელს იქნება ეს ბიზნესი თუ მაცხოვრებელი დამატებით სხვა ხარჯებიდან თანხების გადადება უკვე აპრილის ბოლოდან მოსულ გაზრდილ გადასახადზე მოუწევს და ცხადია მიმდინარე ხარჯების გადატვაც. კარგი, მოკლედ ის რომ საქართველოში დენი გაძვირდა, ანუ ირანის ომის გამო გაძვირებულ საწვავს ახლა ელექტროენერგიას დაემატა, ეს არის უკვე მოცემულობა. ისევე როგორც ფაქტია, რომ სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი პროდუქცია და მომსახურებას გააძვირებს და ამის თაობაზე უკვე კეთდება განცხადებები სხვადასხვა კომპანიების და სერვისების მხრიდან, ანონსდება ფასების და მომსახურების ზრდა. ასევე კორექტირდება ინფლაციის ზრდაზე პროგნოზებიც. ჩემი აზრით ეს ვერ და არ იქნება ერთჯერადი გავლენა ფასების ზრდაზე და ადაპტაცია ახალ რეალობაზე ეკონომიკაში გაგრძელდება შემდეგ თვეებში, გულისხმობ დენის ტარიფის ადაპტაციას. რამ გააძვირა დენი საქართველოში და საერთოდ როგორ დგინდება ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი და რა გავლენა აქვს ადგილობრივ გენერაციებს და იმპორტის ზრდას, ფასის და იმპორტს, უბრალოდ ელექტროენერგიის იმპორტს ფასის ზრდაზე. ყველა პასუხს აი ამ კითხვებზე თავი მოუყარა მარიამ ვარადაშვილმა და ნახოთ მისი ანალიტიკური სიუჟეტი.
აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგია გაძვირდა. ახლა მოსახლეობას 5 თეთრით, ხოლო ბიზნესს 6 თეთრამდე გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს. ჯამში საქართველოში დენი 17-დან 33%-მდე არის გაძვირებული და ირანის ომის გამო ბოლო ერთ თვეში თითქმის 45 თეთრით გაძვირებულ ბენზინს ახლა ელექტროენერგიაც დაემატა. გაზრდილი კომუნალური ხარჯი მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც მძიმე ტვირთია და ინფლაციაზეც აისახება. სემექსში ირწმუნებია, რომ გაძვირება გარდაუვალი იყო და ენერგოპრო ჯორჯიას საინვესტიციო გეგმა რომ არ შეემცირებინა ტარიფი 6 თეთრით მოიმატებდა. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 3 კომპონენტისგან შედგება: ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება, გადამცემი ინფრასტრუქტურის ტარიფი და სახელმწიფო გადასახადები, ანუ დამატებითი ღირებულების გადასახადი. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფასია, რასაც ელექტროენერგიის მწარმოებლები დენში თავად იხდიან. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რამდენად თვითკმარია ქვეყანა. ამ კუთხით კი საქართველოს ელექტროსისტემას პრობლემები აქვს, რადგან შემოდგომა ზამთრის თვეებში მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმპორტით და თბოსადგურებით ვახერხებთ. რადგან საქართველოს საკუთარი გაზი არ გააჩნია, თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიაც იმპორტია. ითის ინერჯის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ იმპორტთან ერთად ადგილობრივი ჰესებიდან შესასყიდი დენიც გაძვირდა, მათ შორის PPA ხელშეკრულებების მქონე ჰესებიც არის. აუცილებლად გვინდა, მაგრამ ისეთი ობიექტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ იმ პერიოდებში და სეზონურად, როდესაც ისტორიულად საქართველოში დენი დეფიციტურია, მაშინ მიეხმაროს ქვეყანას და არა მაშინ, როდესაც ყველაზე წყალუხ პერიოდში ყველაზე მეტი არის გენერაცია და როგორც შარშან წინ დავრწმუნდით ყველანი ამაში, ჩვენ წყლის დაღვრაც კი მოგვიწია, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავთვალოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ, რა ტიპის გენერაციის ობიექტები გვჭირდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშან საქართველომ ჯამში 14.8 მილიარდი კილოვატის-საათის ელექტროენერგია მოიხმარა. აქედან ადგილობრივად გამომუშავებული 13.8 მილიარდ კილოვატის-საათი იყო. 2.7 მილიარდი კილოვატ-საათის თბოსადგურებმა გამოიმუშავეს, ხოლო ჰესების გამომუშავებამ 11 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა. ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო ქვეყანას არ გააჩნია. სისტემაში ქარის და მზის მცირე სადგურებიც გვაქვს, თუმცა მათი გამომუშავება უმნიშვნელოა. საქართველოში ძირითადად სეზონური ან მცირე ჰესები გვაქვს. შესაბამისად, ელექტროენერგიის სიჭარბე გაზაფხულზე და ზაფხულშია, დანარჩენ თვეებში მოთხოვნა იმპორტით ბალანსდება. მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ისეთი ჰესების მშენებლობა უნდა წაახალისოს, რომლებიც ელექტროენერგიას შემოდგომა ზამთრის თვეებში გამოიმუშავებენ, ანუ მაშინ, როცა დენი რეალურად გვჭირდება. შარშან საქართველომ 300 მილიონ კილოვატ-საათით მეტი, ჯამში 1.5 მილიარდის კილოვატ-საათის ელექტროენერგია იყიდა ძირითადად რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ აქ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ნაყიდი დენით შედის. არსებულ ვითარებაში ტარიფის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მაინც გახლავთ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება როგორც იმპორტირებული ელექტროენერგიის კუთხით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გენერირებული ელექტროენერგიის კუთხით, რადგანაც მატულობს ქვეყანაში PPA ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგია, რომლის შესყიდვის ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს. ჯამში ეს კუმულატიურად გვაძლევს იმ სურათს, რომ საერთო შეწონილი ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და კვალიფიციური მომხმარებლისთვის ქვეყანაში იზრდება, რაც ნეგატიურად, ცალსახად ნეგატიურად ასე ვთქვათ აისახება როგორც ინფლაციურ პროცესებზე, ასევე საინვესტიციო კუთხით. სემეკის თავმჯდომარე ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შიდა წარმოების არქონას ასახელებს. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ-დამოკიდებულება მთელი რიგი შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთის მხრივ სელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მონაცემები აჩვენებს, რომ ტარიფის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება მართლაც გაზრდილია. გალტენ ტაგარტის ინფორმაციით ამის მიზეზი მოხმარებისა და ენგური ვარნილის ტარიფების ზრდა იყო. გაზრდილია ხრამი ჰესის ტარიფებიც. გაძვირდა საბალანსო ელექტროენერგიაც. აქედან გამომდინარე ტარიფის ზრდის მიზეზი მხოლოდ კომპანიების საინვესტიციო ხარჯები არ იყო. დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით შემდეგ 5 წელში ენერგო კომპანიები ჯამში 1.4 მილიარდი ლარი
საკუთარი ინვესტიციას განახორციელებენ. რაც შეეხება ენერგოპროს ქსელს თავდაპირველად წარმოდგენილი იყო საშუალო წლიურად 300 მილიონი ლარი და დაკორექტირდა და დამტკიცებული იქნა საშუალო წლიურად 200 მილიონი ლარი, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს. გარდა ამისა, ენერგოპრომ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე დამატებით აღნიშნა, რომ 3 წლის განმავლობაში ის საშუალო წლიურად დამატებით 53 მილიონ ლარს დახარჯავს. სემეკთან შეთანხმებით ენერგოპრო ჯორჯიამ გადამცემი ქსელის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს. ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა ჩვენ მზად ვართ თითეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს. დენზე ტარიფის ზრდა სემექს გასული წლის დეკემბერშიც ჰქონდა განზრახული, თუმცა პრემიერი ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ფასების კომისიის შექმნის პარალელურად მთავრობასთან კონსულტაციებმა გადაწყვეტილება გაზაფხულამდე გადაწია. გალტენ ტაგარდის დათვლებით ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასი ინფლაციაზე 0.7% პუნქტით აისახება. გავლენა საწოვის ფასის ზრდასაც ექნება. როგორი იქნება შედარებით გრძელვადიანი შედეგი და გავლენა ინფლაციაზე რთული საპროგნოზოა. იქამდე 30%-ით გაძვირებული ელექტროენერგიის მომხმარებელი მოსახლეობა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწოვის ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას დაელოდება. ეს რაც შეეხება ენერგოტარიფებს საქართველოში და მოცემულობას, რომელსაც არ აქვს კავშირი იმ კრიზისთან, რაც არის რეგიონში და კონკრეტულად ირანში დაწყებულ სამომარ მოქმედებებს გულისხმობ. მე შეგახსენებთ, რომ ენერგოტარიფებზე გადაწყვეტილება სამთვიანი დაგვიანებით იქნა მიღებული, რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს და იქ მიმდინარე სამომარ მოქმედებებს, რომელსაც არც დასასრული უჩანს და მსოფლიო ეკონომიკაში მსგავსად COVID პანდემიისა, ჰორმუზის კრიზისის და ირანში მიმდინარე ომის ეკო კიდევ დიდხანს იქნება გაგონილ ასახული. თუმცა ჩვენ მოდი ეკონომიკურ მიგნებებს მივხედოთ და გეოპოლიტიკურ შედეგებზე დარგის პროფესიონალებმა ისაუბრონ. ფაქტია, ამ ვითარებაში ჰორმუზის კონტროლმა ირანს გარკვეული ტიპის უპირატესობა მისცა, ცხადია გარგულისხმობს სამხედრო უპირატესობას და ომის დასრულებაზე პოლიტიკური ზეწოლა ეკონომიკური გარემოებებით მსოფლიოში მძაფრდება. თუმცა არის შედარებით პოზიტიური ამბებიც, თუ ამას შეიძლება პოზიტიური ეწოდოს, მაგალითად, სადაო საწყლოსნო გზაზე, გემების მოძრაობის განახლების ფონზე, ჰორმუზის სრუტე ფრანგულმა საკონტეინერო გემმა, ასევე ომანთან დაკავშირებულმა სამატანკერმა და იაპონიის მფლობელობაში მყოფმა გადამზიდმაც გადაკვეთეს. პარასკევს საზღვაო ტრაფიკის გვერდის Marine Traffic მონაცემებით ირკვევა, რომ საფრანგეთის საზღვაო გიგანტის CMA-CGM-ის კუთვნილი საკონტეინერო გემი ეს პირველი დასავლური ხომალდია, რომელმაც სრუტეში მას შემდეგ გაიარა, რაც ირანმა ის ფაქტობრივად ჩაკეტა. მალტის დროშის ქვეშ მცურავი ეს გემი სრუტეს კვეთს 2 აპრილს და ამ დროს ფიქსირდება პირველი დასავლური გემის გადაკვეთა ჰორმუზში ომის დაწყებიდან. Marine Traffic-ისა და LSG-ის მონაცემებით ხუჩაბაც ყურე ასევე დატოვა ომანის shipping კომპანიის მიერ ოპერირებულმა ნედლინავთობის 2 უზარმაზარმა ტანკერმა და 1 LNG ტანკერმა და პარასკევს Mitsui O.S.K. Lines-ის აცხადებს უკვე და ადასტურებს, რომ LNG ტანკერმა მათი კუთვნილმა Sohar LNG-მ, რომლის თანამფლობელის თავად არის, სრუტე გადაკვეთა. მოკლედ 28 თებერვლის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს იაპონიასთან დაკავშირებული ასევე პირველი გემი და პირველი LNG ტანკერია, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. მონაცემთა კომპანია Lloyd's List Intelligence-ის ცნობით 1 მარტიდან სრუტეში მხოლოდ 150-მდე გემმა, მათ შორის ტანკერმა და საკონტეინერო გემებმა გაიარეს, მათი უმეტესობა ირანთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და პაკისტანთან იყო დაკავშირებული. საერთო ჯამში აი ამ გამონაკლისების ჩათვლით, მსოფლიო მედია წერს, რომ ჰორმუზის სრუტეში გემთა გადაადგილება 95%-ით არის შემცირებული. Ცალსახად კიდევ ერთი კარგი ამბავია, რომ საუდის არაბეთის რკინიგზამ მას SARS ეძახიან შემოკლებით ახალი სატვირთო სარკინიგზო მარშრუტის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა, რომელიც არაბეთის ყურეში მდებარე პორტებს იორდანიის სასაზღვრო პუნქტთან აკავშირებს. კომპანიის განცხადებით, ეს სერვისი ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილებას, ხარს დაუჭერს ექსპორტს და მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის გაუმჯობესებას. SAR-მა დაადასტურა, რომ 400-ზე მეტი კონტეინერით დატვირთული მატარებლები დაახლოებით 1700 კილომეტრიან მარშრუტს დაფარავენ დამამის მეფე აბდულაზის პორტიდან, ჯუბაილის კომერციული პორტიდან და მეფე ფახდის ინდუსტრიული პორტიდან და SAR-ის ცნობით სხვა სახმელეთო სატრანსპორტო მეთოდებთან შედარებით ახალი სერვისი გადაზიდვის დროს ანახევრებს.
ხო, მძიმე ამბებიდან ის გახლავთ, რომ ირანი თავდასხმებს არაბეთის ქვეყნებზე და მათ ინფრასტრუქტურაზე აგრძელებს და ბოლო მონაცემებით დასტურდება იერიშები, მათ შორის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ობიექტებზე. ირანმა ბაჰრეინის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ბატელკოზე მიიტანა სარაკეტო დარტყმა, საუბარია კომპანიაზე, რომელიც ქვეყანაში ამერიკულ მონაცემთა ინდუსტრიის გიგანტს Amazon Web Services წარმოადგენს და ინფრასტრუქტურას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მიერ 18 დასავლური კომპანიის მიზანში ამოღების შემდეგ განხორციელებული პირველი იერიში გახლავთ. სავარაუდოა, რომ Amazon-ის შვილობილ კომპანიაზე დარტყმას არ დასჯერდება და შეტევას ასევე შესაძლოა Microsoft-ის და Google-ის ინფრასტრუქტურაზეც მიიტანს, რადგან თეირანი მათ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად აცხადებს. რამდენიმე კვირა. ხო, Reuters-თან საუბრისას Amazon-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სხვა შორის დაადასტურა, რომ რეგიონში მიმდინარე ომის გამო კომპანიის ოპერაციები ბოლო ერთი თვის განმავლობაში სერიოზული საფრთხის წინაშე უკვე მეორედ დადგა. თავის მხრივ მინდა ისიც გითხრათ, რომ ირანის ეკონომიკა სულ უფრო ძიმე და მძიმე დარტყმებს იღებს. შეერთებული შტატების და ისრაელის კოორდინირებული საჰაერო იერიშების შედეგად ირანის ორი უმსხვილესი მეტალურგიული გიგანტი, Khuzestan Steel Company და Mobarekani სრულად გაჩერებულია და კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიყენებული ზიანი სარაკეტო დარტყმებისგან იმდენად მასშტაბურია, რომ საწარმოო ხაზების აღდგენას მინიმუმ 6 თვიდან ერთ წლამდე დასჭირდება. და აღსანიშნავია, რომ ირანისთვის, როგორც მსოფლიოში ფოლადის მე-10 უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნისთვის, ეს დარტყმა ბევრი მიზეზით განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან სწორედ აღნიშნული სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების შეფასებით, ფოლადის წარმოებისა და ექსპორტის შეჩერებით ირანის ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალს მიიღებს. და არც ეს არის ყველაფერი, რასაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ, სრულად ვაჩვენოთ, ეს წარმოადგენს ავია დარტყმას ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხიდზე, სახელად B1, ის ქალაქ ქარაჩი მდებარეობს და ირანში ყველაზე, ასე ვთქვათ, მაღალი ხიდი იყო, რადგან ის უკვე იყო, რადგან სრულად გამოსულია უკვე მწყობრიდან. სარაკეტო დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა 8, დაშავდა 100-მდე ადამიანი და ამ ვიდეოს გავრცელების ფონზე პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ამას კიდევ უფრო მეტი მოყვება. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. თუმცა რაიმე სახის გამოხმაურება არც ამ განცხადებას მოყოლია. თუ არ ჩავთვლით, ირანული მედიის მიერ გუშინდელს და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანმა შუამავლისგან მიიღო შეთავაზება, რომ ამერიკა 48 საათიან ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არისო და ირანელებმა ამაზე უარი განაცხადეს და ასევე გუშინდელი ამბავია დილის, რომ ქუვეითში ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარების ობიექტზე მოხდა საჰაერო თავდასხმა. სოჩოვის პარასკევს შუანდღემდე განხორციელებულ თავდასხმაში ქუვეითის ხელისუფლება თითქმის ყველა მიმართულებით ირანს ადანაშაულებდა და ობიექტის ზუსტი მდებარეობა და მიყენებული ზიანის მასშტაბები ამ დრომდე უცნობია და თავდასხმის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა პასუხისმგებლობა უარყო და ეს ისრაელს დააბრალა. და ამ ყველაფრის ფონზე აბსოლუტურად სწორ პროგნოზს აკეთებს ევროპა და მისი მმართველი კომისარიატი, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დან იორგენსენმა, რომელიც ფაქტიურად ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრია, ირანის ომით გამოწვეული ნავთობის დეფიციტის ფონზე ევროპელებს დისტანციურ სამუშაოზე გადასვლისა და ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებისკენ მოუწოდა. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კომისარმა აღნიშნა, რომ ევროპა უაღრესად სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რომლის დასრულების მკაფიოვადებიც არ არსებობს და მისი თქმით, მშვიდობის დამყარების შემთხვევაშიც კი ახლო მომავალში ენერგეტიკულ ბაზარზე სიტუაციის ნორმალიზება მოსაუდნელი არ არის. დიახ, ეს არის სრული სიმართლე, რადგან სულ ხვალ ან რა გითხრათ, გუშინაც რომ გაიხსნას ჰორმუსის სრუტე, ეს არ მოხსნის პრობლემას, რომელსაც არაბულ სახელმწიფოებში უზარმაზარი ინფრასტრუქტურის განადგურება ჰქვია. მსოფლიო კიდევ არ ფლობს ბოლომდე დეტალურ ინფორმაციას თუ რა დაიმბომბა, რა სახის ზარალია მიყენებული გაზის, ელექტროენერგიის, ნავთობის და სხვადასხვა სახის პროდუქციის მწარმოებელ გიგანტურ ქარხნებზე. ასე რომ ეს ეკო და გამოძახილი ამ ომისა კიდევ ძალიან დიდხანს გაყვება მსოფლიო ეკონომიკას და ჩემი მოსაზრებაა, რომ ფასი ამ ომისა, რაც ირანში მიმდინარეობს, მოსახლეობისთვის რამდენადმე ძვირი და მტკივნეული იქნება, ვიდრე COVID პანდემია იყო და ის უმძიმესი 2 წელი, რომელიც პლანეტის მოსახლეობამ გადაიტანა.
თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაზის გადახდა და განსაკუთრებით საწვავზე მსოფლიოში უკვე დაწყებულია. რეალურად იწურება უკვე მსოფლიოში ძველი ნაშთები და მარაგები, რაც შედარებით კარგ დროს იყო ნაყიდი იაფის საწვავის სახით. და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საწვავზე ფასი იწყებს ზრდას. გამორჩეულად გაძვირებულია დიზელის საწვავი, რომელიც ლამის 100%-იან ზრდას აჩვენებს და ასევე ძალიან გაზრდილია ფასი მაღალი ოქტანობის ბენზინზე. ანალოგიური შედეგები აქვს ფასით ზრდაში რუსულ ნავთობს, რომელიც ეხლა $121 ივაჭრება. ნამდვილი შავი ოქროს ფასი დაედო მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსული ნავთობით ვაჭრობაზე სანქციები მოხსნა, თუმცა ეს არ ხსნის პრობლემას, რასაც მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდა ჰქვია.